მასშტაბურ კონცერტზე პირველად ვარ, ერთი სული მაქვს დაიწყება. Let's see how you do under pressure. მარტო არ ვარ, ბანი. და რა თქმა უნდა მომწაკარი. No, you can do better than that. დიდი ხანია არ მოუვლია და ეხა მე ყოველშო ცოტა მოაწესრიგო. და ისა დამოკანი. წავედი? მე დამოვშვიერთა. მოცია. რატო ხარ ესეთი ბეწვიანია? მურკა წავედით სალონში. მოიცო. თელი გზა ჩვენთან იქნება გონი სიმღერა მიაუ. კაი, წავა. და სანამ წავალ. რობი აბა ამ ოჯახში შენ ხარ უფროსი? ვოკალის გაკვეთილი გაქვს თუ რა? მურკა მომღერალი ყავს. კაი, შო დაწმარი. ნერვიულობს. თან მთელი გზა გვექნება სიმღერა, რომელიც არ ეხლა მურკას ვარცხიან და ცოტა ნერვიულობს. მურკა. იცი შენც რატო წამოვიყვანეთ? იმიტომ მურკას შემდეგ მე შენ ხარ. აქ არა იქით დაჭდები. ეხა დაბანოს იწყებენ. როგორ მოგწონს პროცესი? მეცინება როგორი სახეა. მურკა მოწესრიგდა სავარცხელით ვუყიდეთ და ეხლა მივიდივართ სახლში. მეცი, თან ესეთი სავარცხელი. წავედით მურკა? ვაგრძელებთ, ძალიან საინტერესო რაღაცეებით. ძალიან ბევრი მწერდა Instagram-ში რო გვაჩვენე შენი დეკორატიული კოსმეტიკა და შენი მოვლა და გადავწყვიტე ეხლა განახოთ. ძველი არ მინდა გაჩვენოთ, არ არის ძალიან საინტერესო და გადავწყვიტე ახალი რაც შევიძინე, ეგ გაჩვენოთ და ზოგი რაღაც დაბადების დღეზეც მაჩუქეს. სანამ გადავალ კოსმეტიკაზე, მინდა გაჩვენოთ მოვლა და პირველს რასაც გაჩვენეთ იქნება ეს hair mask, ანუ თმის მასკა, რომელსაც მოყვება ქუდი და არის 2 წამი პაუზა. ხო, გავარკვევლთ გენუანულად ეწერა, ესე იგი, ეს არის დამატენიანებელი თმებისთვის. ძალიან საინტერესო რაღაცაა. ეს არის აბაზანის ბომბები სხვადასხვა არომატით, რომლებიც ვიყიდე Sephora-ში და არის ძალიან კარგი კანისთვის, არბილებს კანს და არომატიკულია.
როცა ამატებ ამას აბაზანაში გამოდის სპა პროცედურა. ეს ორი პროდუქტი მაჩუქეს დაბადების დღეზე. ეს არის ხელის კრემი და აი ეს არის ტანის საპონი. ეხლა ნახოთ, გაჩვენებთ. ბევრ შორტში მაქვს ნანახი ეს საპონი და ძალიან მინდოდა რომ მქონოდა და ნახოთ როგორია. სურნელიც ძალიან მაგარი აქვს. Oops. Გვერდზავი. ჩეპე. ну, როგორც ხედავთ, ძალიან მომწონს. ძალიან მაგარია. კამერის გარეშე დავისხი და ნახეთ უბრალოდ რა მაგარი, ძალიან ფაფუკია და აი ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი ხმა. ძალიან მაგარი ASMR გამოვა ამით თუ არ ვწდები სწორად რომ. კაიფსო ახლა ხელები მინდა ვიბანდა. სანამ გავაგზელებ, როგორ მოგწონთ ჩემი ახალი ჩხილები. ფრენჩი გავიკეთე. ესე იგი, შევიძინე ახალი სახის ნიღაბი, რომელსაც ახლა გავიკეთებ და გაჩვენებთ და ასევე პაჩი, რომელსაც გავიკეთებ ნიღბის შემდეგ, მაქვს ორი თვალებისთვის და ტუჩებისთვის. სანამ ნიღაბს იკეთებთ, სახე უნდა გქონდეთ გასუფთავებული, მე უკვე გავისუფთავე. ეს ნიღაბი არის პრობლემატური კანისთვის, აი როცა გაქაკნე, ან მაგალითად ცხიმიანი. მომას ვიკეთებ ხოლმე. ნიღაბი რო უფრო კარგად გადავინაწილოთ და წავისვათ, უნდა შევისხათ, ჯობია რომ შევისხათ ერთი შესხმა თერმული წყალი. სადაკ. და აი ახლა უკვე შეგვიძლია წავისვათ. დანის მოუპარეს სარკე, დანი აქედან ბოდიში იმედია არ მეჩხუბები მე რომ ხავ. და ახლა წავისვათ. ცოტა ბევრი გამომივიდა. კარგია. ნიღაბი დაახლოებით უნდა გქონდეთ 10 წუთი. მანამდე განახებთ რა სიახლე არის ემილიას ჩიკორის ჩირცი. ჩიკორის ჩირი და ასაწყობი ფაზლი 3-დე და საკოლექციო ესეთი ყოიმე. ძალიან საყვარელი თევზი. უცხო დავაწყოთ. ძალიან ადვილად იწყება სხვათა შორის, მინus ჩავიდოთ. აი, შეყარებული 2 თუთი ყურში. ეს აგიჩდეს. ეხლა უნდა დავიბანოთ სახე და გავაგრძელოთ. ნიღაბი ჩამოვიბან და ეხლა პაჩის დროც მოვიდა. როგორც უკვე ვთქვი, თვალებისთვისაც არის და ტუჩებისთვისაც და ეხლა ორივე ვნახოთ. როგორ მიყვარს ეს მომენტი. აი ეს არის თვალებისთვის. და აი ეს არის ტუჩებისთვის. ძალიან მომწონს ესეთი ბრჭყვიალები რომ აქვს. მაგის გამო ვიყიდე სიმართლე რომ გითხრათ. და ეხლა გავიკეთოთ. ეხლა გაჩვენებთ life hacks. თუ ვერ დებთ სარკეს და ესე გიცურდებათ, ნახეთ. ვიხებ. slippery area, which is what I got for. და ეხლა
გადავიდეთ ტუჩებზე. და ეხლა მიმაგრო. ცოტა დრო მჭირდება და დაგიბრუნებით. მორჩა და ეხლა დადგა დრო რომ მოვიხსნა. წამოწონს. აქ ცოტა თვალებზე ჩამომიცურდა. სახე რაღაცნაირად თითქოს უფრო წინავს, აქ ცოტა ბჭყალები მაქვს ამისგან. სახეზე და მოდით გავაგრძელოთ. და სანამ გავაგრძელებთ, კიდევ მაქვს ერთი გლოსის მსგავსი რაღაცა ტუჩებისთვის დამატენიალებელი თუ როგორ არ ვიცი. გაჩვენებთ მოკლედ ახლა, ძალიან პოპულარულია სხვათა შორის. თლად არ არის ახალი უკვე გამოყენებული მაქვს, აი ეს არის Gisol თაფლის სურნელი აქვს. და ეხლა გადავიდეთ უშუალოდ კოსმეტიკაზე, რაც ახალი მაქვს. შეიძლება დავიწყოთ. მოდით თლად ახლით არ დავიწყოთ. აი ეს არის Milk-ის მეიქაპი. მე მგონი ნანახი გაქვთ, ძალიან პოპულარულია ესეც. ეს შეიძლება აი აქ ცოტა ლოყებზე და ტუჩებზე, მაგრამ მე ხარ წავისმე, იმიტომ რომ მეიქაპს არ ვიკეთებ და სიმართლე რომ გითხრათ, პირველად რო ნახე, უფრო მინდოდა იმის გამო ყიდო, რომ რაღაცა ეს რბილი აქვს და ძალიან მაინტერესებდა როგორია. ასევე მაქვს ახალი ბლაში, რომელიც დაბადების დღეზე მაჩუქეს. აი ესეთი ფერის არის, ახლა გაჩვენებთ. ჯერ ვერაფერს ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ არ გამომეყენებია. მაგრამ ჩემი აზრით კაი იქნება. ესეთი ფერი აქვს. ძალიან ხშირად მეკითხებით ხოლმე რა მისვრია თვალებზე და ეხლა გაგიმხელთ ამ საიდუმლოს. 3, 2, 1, პაპა! ეს საზღვარგარეთ შევიძინე Sephora-ში, ახლა გაჩვენებთ გავხსნი. ჯერ არ გამომიყენებია. ახალია ეს. ეს ალბათ rebranding-ი გავუკეთეს, იმიტომ რომ ზომითაც უფრო პატარა არის და ძველში მოყვება ფუნჯიც. აი ესეთი განსხვავებაა, მაგრამ ჩემი აზრით ფერები და რაღაც ერთნაირი იქნება. ეხლა გაჩვენებთ. ნახეთ რა მაგარი ეფექტი აქვს. თვალები გაქვს მარგალიტებით. გავაგრძელოთ. ასევე აი ეს არის ერთ-ერთი კიდე ახალი, რაც შევიძინე. ჯერ არ მაქვს გამოყენებული, მაგრამ აი ძალიან ლამაზია. არ შემიძლია არ განახოთ. პამპარა. ძალიან მიყვარს გლოსები, პომადები არც ისე საერთოდ არ ვიყენებ. მომწონს. გადავიდეთ შემდეგზე. მიყვარს მაკიაჟი, რომელიც ძალიან სახეზე არ გემჩნევა და ნატურალურად გამოიყურება. გავაგრძელოთ. კიდევ რა მაქვს? არც კი მახსოვს რა დევსამაში. ესეც ერთ-ერთი გლოსია. მარგალიტის ფერი აქვს. კარგი, ამასაც გაჩვენებთ.
ეს ფერი უფრო მოუხდა თვალებზე რაც გავიკეთე. არ ფიქრობთ? გავაგრძელოთ. ასე მაქვს კიდევ ერთი ბლაში. ეხლა გაჩვენებთ. გახსნით ზალმა. ძალიან ლამაზი შეფუთვა აქვს. მაგნიტზეა. აქ მალაშ სარკე აქვს. ეხლა განახებთ როგორი ფერი აქვს და მე თვითონაც ნახავ, იმიტომ რომ ჯერ არ გამომიყენებია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაკიაჟი გამოიყურებოდეს ნატურალურად. და ბოლოს ესეთი გლითერებია. ასნათ. ესეთი გული სტიკერი დევს და ყველაზე მთავარი ეხლა გაჩვენებთ ერთ თვალზე წავისმევ. და ესე გლამურულად გამოიყურება. და ეს სტიკერიც ჩანთაზე, ამას დავაკროთ. Sparkle Revolution. დღეს ჩემი მაკიაჟობანა ამით დასრულდა. თუ მოგეწონათ მსგავსი ვიდეო, მომწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გადავიღებ. და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ არხი. კოცნით!